ეხაც ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდე რაღაცა პრაქტიკა ჩავატაროთ. ეს არის შინაგანი ალკოჰოლის გამომუშავება და მამაკაცის მოზიდვის ტექნიკა. და მინდა გითხრათ, რომ ეს ტექნიკა დაფუძნებული არის კუნდალინის ენერგიებზე. როგორც იცით, კუნდალინი ეს არის ორი გველი, რომელიც უქვედა პირველი ჩაკრიდან, ანუ კუდუსუნის, თლად კუდუსუნში კი არ არის, რომ წარმოიდგინოთ ეს ჩაკრები, ხო? არის წინიდან ხო არის, ანუ ვენერას ბორცვი, უკიდან არის კუდუსუნი, ხო ეს ხელში რო იყო სადღაც შუაში. ანუ არც წინ და არც უკან, არამედ შუაში, უბრალოდ აი ამ ორ ადგილს შორის, ხო? აი მანდ არის მულათხარა ჩაკრა. და ეხლა ის რისგან შედგება? ანუ სამი ძირითადი ნადი არის. სუშუმნა, იდა და პინგალა. სუშუმნა ეს არის ხერხემლის პარალელურად მიმდინარე სვეტი. ანუ ძირითადად სწორედ ის სვეტი, სადაც ეს ჩაკრები არის განლაგებული, ანუ ხერხემლის პარალელურად თუნდაც ცოტა უფრო შიგნით ჩვენში, ხო? იდა არის სწორედ ეს ერთ-ერთი გველი, რომელიც ვახსენე, კუნდალინის გველი, რომელიც გამოდის მულათარადან, ოღონდ მის მარცხნიდან, პინგალა კი მარჯვნიდან გამოდის პირიქით, ხო? ეს გველები, ეს აქეთ-იქიდან პატარა რკალებს ქმნიან და ერთდებიან, სხვადასხვა ჩაკრაში გადაეკვეთებიან და ადგილებს იცვლიან. შემდგომ იგივეს აკეთებენ და ისევ ადგილებს იცვლიან მანიპურაში და ესეთნაირად, ანუ ზიგზაგისებურად, ხო? ესე იგი, იშლებიან აქეთ-იქით, მერე რკალურად მოდიან ერთმანეთს უახლოვდებიან, გადაკვეთავენ ადგილებს იცვლიან და გადაკვეთის წერტილი აქვთ ყოველ ჩაკრაში. და აი ესე როგორც ესე ორი გველი, ხო, ესე მოდის და ბოლომდე ზემოთ ადის. აი ეს არის ჩვენი ისა რა ქვია, აი ეს ისა კუნდალინის ენერგია. ეხლა შეამოწმეთ, ანუ ხელი დაიდეთ ერთ ნესტო დახურეთ და შეისუნთქეთ მეორე ნესტოდან და ამოისუნთქეთ, გამოუშვთხარ. ეხლა მეორე ნესტო შეამოწმეთ, ხო? და ნახეთ, რომელი ნესტო არის უფრო კარგი მსუნთქავი. ესე იგი, ის მხარე გაქვთ ამ წუთას უფრო აქტიური. და ეხლა უნდა გავაკეთოთ ჩვენ სუნთქვის პრაქტიკა. თუ კი ლოგიკის გააქტიურება გვინდა, ესე იგი მარცხენას დავუქავთ, რას ქვია, ანუ თიც მივიდებთ, ცერათიც მივიდებთ, მარცხენა ნესტოზე და მარჯვენათი შევისუნთქავთ. უბრალოდ მარჯვენა ხელი ხო გვაქვს, ხო, ორი თითი თამაშობს, ცერი და საჩვენებელი. თუ კი გვინდა რომ მარჯვენათი შევისუნთქოთ, იმას საჩვენებელ თითს მარცხენაზე დავიდებთ და ცერი აწეული გვაქვს ქაერში, ხო, მარჯვენათი შევისუნთქავთ. მერე დავიდებთ უკვე ცერს მარჯვენაზე და მარცხენას იმას რა ქვია საჩვენებელს ავხსნით და მარცხენათი ამოვისუნთქავთ. შემდეგ ვაჩერებთ ამ ხელებს ისევ და ახლა მარცხენათი შევისუნთქავთ. მერე თითებს შევთვლით და მარჯვენათი ამოვისუნთქავთ. მერე ისევ მარჯვენათი ჩავისუნთქავთ და მარცხენათი ამოვისუნთქავთ. ანუ პირველი ჩასუნთქვა ხდება ერთი ნესტოთი და მეორეთი ამოსუნთქვა. მეორე ჩასუნთქვა ხდება იქ სადაც ამოსუნთქვა მოხდა. და ანუ უკვე ახლა ჩავისუნთქავთ, ხო? და იმ პირველი საიდანაც დავიწყეთ, იმითი ამოვისუნთქავთ. მერე ისე იგივეთი ჩავისუნთქავთ. აი ესეთნაირად კეთდება. ხო? ანუ თუ ლოგიკის გააქტიურება გვინდა, ხო? და ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომელი მხარეც კარგად სუნთქავს, ის გვაქვს უფრო ძლიერი. ამიტომ საპირისპიროს ვააქტიურებთ. ანუ თუ კი ესე იგი მარჯვენა გვაქვს ძლიერი, ესე იგი პირიქით ლოგიკა გვაქვს ხო ძლიერი, მაშინ ინტუიციას ვაძლიერებთ და მარცხენათი დავიწყოთ მაშინ სუნთქვა. ხოლო თუ პირიქით მარცხენათი უფრო კარგად სუნთქავდით, მაშინ მარჯვენათი დავიწყოთ და გავაქტიუროთ ლოგიკა. მოკლედ ეს არის სუნთქვა. რამდენჯერმე გააკეთეთ ეს სუნთქვა. შინაგანი ალკოჰოლი ეს არის ადამიანში გამომუშავებული მათრობელი ენერგია, ცეცხლის სტიქი არის
და ცეცხლის სტიქია ქალურ არქეტიპად, ცეცხლის სტიქის ქალურ არქეტიპად არის ქალღმერთი არტემიდე, იგივე დიანა, რომაულად დიანა. წვებით ხელფეხი გვაქვს გაშლილი. სამჯერ ღრმა პრანდამაიას უნთქვა, ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვეულებრივად ორივე ნეშტოთი ნელა რაც შეიძლება ღრმად ჩავისუნთქავთ, რომ მთელი ფილტვები გავავსოთ, პატარა პაუზა და შემდეგ ასევე ნელა ბოლომდე ვცლით ამ სუნთქვისას ფილტვებს, ოღონდ პირით ამოვისუნთქავთ და პატარა პაუზა. აი ესეთ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას გავაკეთებთ სამჯერ. სადაც ზოგადად ადამიანის მხარეებში, ხო ეს მაშინაც ადრეც გავიხილეთ, მარცხენა ქალის მხარეა და მთვარის მხარეა. და კიდევაც აი ესეთი ჩაკრა არსებობს მარცხენა მხარზე, ქვია ჩანდრა. ეს არის ქალის მხარე. ნუ საპირისპიროდ ახლა მარჯვენა მხარეს არსებობს სურეა. სუდია. ეს არის მზის მხარე, ანუ მამაკაცის მხარე. ქალის, ანუ მარცხენა მხარის ის არაქვე სტიქიები არის მიწა და წყალი. ანუ ქალის ცხოვრის სტიქია არის მიწა და წყალი. მარცხენა ფეხიც, ასევე როგორც მარცხენა მხარე, ხო, მთვარის ენერგიებშია. და წარმოიდგინეთ, რომ მარცხენა ფეხი გიდევთ მთვარეზე ფეხის ტერფი და თითქოს მთვარიდან გრილი წყალი შემოდის და შემოედინება შიგნით. სუნთქავთ ამ პრანამაიას სუნთქვით და თითოეულ შესუნთქვაზე შემოგვაქვს ეს გრილი წყალი 11 ჯერ, ანუ 11 ჯერ შევისუნთქავთ. მარჯვენა ხელი წარმოიდგინეთ, რომ ზეზე გვიდევს. ანუ სურია მამაკაცური მხარე, ხო? და ამ ხელიდან ცეცხლის ენერგია, მზიდან, ხო? სითბო და სინათლე შემოგვაქვს ყოველ შესუნთქვაზე და ასე ვაკეთებთ 4 ჯერ. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს სამივე ნადი, ხო, ანუ კუნდალინის ენერგიები, თავიდან რომ განვიხილეთ, პირველი არის შუაში ჩაკრალური ღერძი და აი ეს ორი გველი, ანუ ეს დანარჩენი ორი ნადი, ეს არიან გველები, რომლებიც ეს იკლაკნებიან და ყოველ ჩაკრაში ერთმანეთს კვეთენ და მე ადგილებს იცვლიან, ხო, მიმართულებებს, ვინც მარჯვნივ იყო, მარცხნივ ხდება და პირიქით, ხო? აი ესეთნაირად. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ყველაფერი თქვენში, ხო, ეს ენერგიები არის, ეს ნადი, სამივე ნადი წარმოიდგინეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამ სამივე ნადში ჩქეფს ენერგია. ქალური ენერგია მარცხნიდან და ქვემოდან ამოედინება ორგანიზმში და ხდება ამ ნადში და ქვემოდან ზემოთ ადის. ხოლო მარჯვნიდან და ზემოდან, ანუ ხელიდან, ხო, მამაკაცური ეს ცეცხლოვანი ენერგია ჩამოედინება პირიქით და ისიც ამ ნადში შემოდის. ყოველივე ამის წარმოდგენის შემდეგ ვაკეთებთ ტრიალებს, როგორც წინა პრაქტიკებში გქონდა. მოსაზიდი ტრიალები, რა თქმა უნდა, არის საათის მიმართულებით. საათის სიზრდის მიმართულებით. რა დონეც ხართ? დავუშვათ ენერგეტიკულად ხართ მეორე დონის, ხო? უნდა გააკეთოთ მაშინ მესამე დონის შესატყვისი ციფრის რაოდენობა ტრიალებში. ანუ მეორე დონეს ხო შეეფერება 7 ბრუნი. მესამე დონეს შეეფერება 17 ბრუნი, ხო? თუ მეორე დონეზე ხართ, მამაკაცი რომ მოიზიდოთ ერთი დონით მეტით არ შეიძლება, ამაზე მეტით მოზიდვა არ შეიძლება. უნდა გააკეთოთ 17 ბრუნი. იმიტომ რომ არაფერ შეიძლება რომ პირველი მეორე დონის ქალმა მიზიდოს მეხუთე მეექვსე დონის მამაკაცი. უბრალოდ ენერგეტიკულადაც ვერ გააოძრებს და თვითონ ქალს მოსპობს. ჯერ პირველ რიგში ისე უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი ენერგეტიკა ასწიოთ, ჯერ თუნდაც ერთი საფეხურით, მე იმუშაოთ ამაზე, რომ ეს გაჩნდეს
მე უნდა გავიდეს დრო რომ კიდე ერთ საფეხურით ასწიოთ და როდესაც რაღაცა გარკვეულ საფეხურს მიაღწევთ, ხა მე მკითხოთ, მე-6 მე-7 დონე სულ არ არის აუცილებელი და მე-5-იც, ხო? მე-3, მე-4 დონე, აი ძალიან კარგია. და თუ კი მიაღწევთ უკვე მე-3 დონეს, რომ დაიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ მე-4 დონის მამაკაცი მოიზიდოთ, ან თუ მე-4 დონეზე ხართ, თუ მე-5 დონის მამაკაცი მოიზიდოთ, სულიად საკმარისია, ხა მე-6 დონის და რაღაცა ისტორიაში რო ჩარჩება, როგორც რომელიღაცა ძველი, გმირი და მეფე, ხო? ასეთი დონის დაუშვათ მამაკაცის არსებობა გვერდით ბედნიერებისთვის მე რომ მკითხოთ, სულ არ არის საჭირო. ტრიალისთვის ხელები მაღლა გვაქვს აწეული ხელის გულებით, როგორც ამას ვაკეთებდით აფროდიტეს რიტუალის დროს და ვაკეთებთ ამ ბრუნვებს და მე ხელები დაბლა რო ჩამოგვაქვს, როგორც იქ დავიწყეთ ვენერას სამკუთხედით პრაქტიკა, იქ ხო პირიქით ვენერას სამკუთხედით დავიწყეთ, ანუ ხელებით შევქმნით ეს სამკუთხედი დაბლა, ხო? და მიწას გაუგზავნეთ წყალი თუ გახსოვს, ხო? იქ ესე დავიწყეთ და მე ვიტრიალეთ და აქ ჯერ ვიტრიალებთ და უკვე რომ დავასრულებთ, მე ჩაუშვებთ ამ სამკუთხედით დაბლა მიწაში. შინაგანი ალკოჰოლის გამომუშავებასთან დაკავშირებით 50-ით 100 გრამი სასმელი ახალისებს, მაგრამ არ უნებს ადამიანს, ხო? ის შესაბამება ღვინო 2-3 ჭიქას, ხოლო უფრო მეტი უკვე ზედმეტი თრობაა და ადამიანის ორგანიზმისათვის არ არის სასარგებლო. ორგანიზმშიც აი ესეთი პრაქტიკებით გამომუშავდება ის დოზა, რაც სასარგებლოა და მამნი არ არის. ამ პრაქტიკების შედეგად მოგემატებათ ხალისი, უფრო ესეთი სპარკლინგ გახდებთ, აი როგორ ვთქვა, ცქრია, აი რაღაც ცქრიალა შეგრძნება გექნებათ. უფრო გამხიარულდები თვალები გაგიბწყინდება და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები გექნებათ. ანუ უფრო შეჟუჟუნებულები იქნებით, ვიდრე მთვრალი. ანუ ეს პრაქტიკები ცვლის ამ რაოდენობის ღვინოს, მე ამის თქმა მინდა და არა ის რომ პრაქტიკები და ღვინო ერთად გააკეთოთ, არა. ან ღვინო დალიეთ ერთი ჭიქა, ან 2 ჭიქა, ხო? კარგი ესეთი წითელი გემრიელი ღვინო, ან ეს პრაქტიკა გააკეთეთ. ისიც ალკოჰოლია და ესეც ალკოჰოლია. მაგრამ თუ ღვინოზე არ გაქვთ წდომა, მაშინ პრაქტიკაზე წდომა კი ნამდვილად გექნებათ და ამას გააკეთებთ. კარგი, დანარჩენს ეხლა ის გავაგრძელებ მეორე ლექციაში, იმიტომ რომ თუ ძალიან დიდი გამოვიდა ვიდეო, შეიძლება უბრალოდ YouTube-მა არ დადოს. შევწყვეტავ და გავაგრძელებ იგივე ლექციას შემდეგ ჩანაწერში.